გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი წეროვნიდან სულაო პერფორმანსის ტერიტორიიდან. მოიწერეთ არხი და მოიწონეთ და ზარიზღილაკი გააქტიურეთ, რომ კარგი ვიდეოები არ გამაზოთ. ესე იგი, დღეს მორიგი ვიდეოა და უნდა გადავიღოთ მორიგი მანქანა. ამ შემთხვევაში ეს არ იქნება. ეს შემდეგ ვიდეოში იქნება. ეხლა ვიღებთ S65-ის Alpina B7 მოდელს. კომპრესორიანს ნახოთ, დიდი ხანია გვეყენა, რაღაც ნაწილები არ იშოვებოდა, რაღაც წყლის სისტემის პრობლემები ჰქონდა. ყველაფერი ვიყიდეთ, ჩამოვიტანეთ, ავაწყეთ და ეხლა უნდა გავიაროთ პირველი ტესტ დრაივი. გავრეცხეთ, ეხლა უცებ აქვე გავრეცხეთ. უნდა გავიდეთ და ვნახოთ, როგორ დადის. ყველას აინტერესებს ალბათ ეს ამხელა მანქანა, ამ სიმძიმე მანქანა, რა მონაცემები აქვს მანქანას, რა მონაცემები აქვს, როგორ ჩქარდება და ბევრი წვრთანი რაღაცა. ამიტომ ყველამ ერთად ჩაუჯდეთ და ვნახოთ, რა შეუძლია ამხელა სიმძიმის მანქანას აჩქარებაში. ესე იგი, ეს არის მე-7 სერიის Alpina B7 კომპრესორი, სუპერჩარჯერი, რომელსაც აქვს 500 ცხენის ძალა. ესე იგი, ეს არის ჩვეულებრივი 4x4 ძრავი, Alpina-ში რო შევიდა, დაშალეს, გააძლიერეს, შეუცვალეს რაღაც დეტალები, პორშინი, შატუნი სხვა აქვს, დააყენეს კომპრესორი. ჩვეულებრივი 4x4 არ გეგონოთ ეს გაძლიერებული 4x4-ია უკვე Alpina-ს ქარხანაში. დააყენეს მე აგერ დიდი კომპრესორი, აგერ არის, მაგალითად ავხადოთ. აი ეს ხუფი, აგერ არის სუპერჩარჯერი, რომელიცაც მიერთებული აქვს უდიდესი გამაგრილებელი რადიატორი, ეგრეთ წოდებული ინტერკულერს რო ვეძახით, აი აქედან რო შემოდის, აი ამ სიგანეზე და მთლიან სიგრძეზე უყენია უზარმაზარი გაგრილების რადიატორი, ეგრეთ წოდებული ინტერკულერი. შანსი არ არის ამან ვერ გააგრილოს და რაღაცა გაგრილების პრობლემა ქონდეს, იმხელა რაღაცა უყენია. ამ მანქანას აქვს 500 ცხენის ძალა და 700 ნიუტონი. ერთი ეს დავაყენო ერთი ეს 0-100 უწერია ამას 5 და 1 იდეალური მოჭიდებით და 400 მეტრი უწერია 12 და 8. 6 ჩქარიანი ZF-ის გადაცემათა კოლოფი არის. ძალიან მძიმე მანქანა არის, მაინც მე-7 სერიაა და სხვა კლასია და მძიმე მანქანაა, მაგრამ ცხენიც კარგად აქვს, 500 ცხენი აქვს. ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი როგორ დადიან ეს მანქანა ვითომ M5-ებთან და რაღაცეებთან დადიან, მაგრამ აგერა გვყავს და გავალთ და ვნახავთ რეალობაში რა არის. მე დიდათ ეს Alpina-ზე არ ვიძახი რა. ჩვეულებრივი მე-7 სერია ეს დიდათ ეს კუზავ არ მომწონს. იმიტომ რომ ბევრი ელექტროობა აქვს, რაღაცა ბევრი პრობლემა აქვს. არა მარტო მე ბევრს არ მოწონს, ფასი დიდი არა აქვს ამ მოდელს, მაგრამ ეს Alpina-ა და ეს ვაფშე სხვა მოდელია. ვიზუალურად ვითომ იგივეა, მაგრამ ყველაფერი სხვა აქვს. რაც კი რამე არსებობს, სულ სხვა მოდელია. ერთადერთი ყველაზე ცუდი რაც არ მომწონს Alpina-ში არის ტუნინგ ატელიერი რა. აკეთებს რაღაცა მაგარ მანქანას, ხო? ქარხულ მანქანას იღებს და აუმჯობესებს. გააკეთა კარგი შიტოკი რაღაცეები შეუცვალა, დისკები მაგარი დააყენა. აი საჭემ რა დააშავა, საჭემ. აი ეს საჭერო დააყენეს. აი ეს საჭერო დააყენეს. ჩვეულებრივ მე-5 სერიებს აქვს ხოლმე ესეთი საჭე. S60-ის ბანძი საჭე. ოღონდ აქ დაუმატეს აქ აწერია, აი მინუსი და პლუსი. უკანა აქვს კნოპკები, რის მიხედვითაც შეიძლება გადართოს სიჩქარეები. აი აკეთებ ესეთ რაღაცას, რაღაცა სხვა დიზაინის მანქანას აკეთებ. აი ეს საჭე რატო უნდა დააყენო, მაგას ვერ ხვდები. და ყველაზე მეტად ერთი მოდელი არ მომწონს კიდე Alpina-სი, Z8 ქარხნულად არის M5 E39-ის ძრავი, 400 ცხენის ძალიანი, მექანიკური გადაცემათა კოლოფით, მექანიკური ბლოკირებული ხიდით. Alpina-მ გადაიყვანა, კი ბატონო, ვიზუალურად ბევრად ლამაზია, ვიდრე ჩვეულებრივი Z8, აი ცადა დედამიწა იმხელა განსხვავებაა ვიზუალში, ძალიან ლამაზია, მაგრამ ძრავი ამოიღეს, კოლოფი მოხსნეს და ხიდი მოხსნეს. ჩააყენეს 4 და 8 ძრავი, ავტომატიკა გადაცემათა კოლოფი და ღია ხიდი, არა ბლოკირებული ხიდი. აი რატო გააკეთეს ვერ ხვდები. უფრო არა ემის ძრავი ჩააყენეს და ხო, ჩვეულებრივი ემის ძრავი ამოიღეს, ავტომატიკა და ღია ხიდი დააყენეს. ვიზუალურად ძალიან ლამაზია Z8 Alpina, ორჯერ მეტი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი, მაგრამ აი ძრავი და კოლოფი არ ვიცი.
ალბათ ისეთ კლასზე გათვალეს, ვისაც არ აინტერესებს შენი მექანიკა და ავტომატიკით უნდა სიარული რა. კომფორტული. ხო, მაგრამ რავი, ემის ძრავს რომ ამოიღებ და 4 და 8-ს ჩააყენებ. კარგი რა. ეგ არის ალბათ მიზეზი. აგერ დაანახე ბარემ ისიც რომ კი თქვი თავიდან და შემდეგი ვიდეო იქნება Mercedes-ი კი შეკპირდით 213, მაგრამ 213 ჯერ ვერ ვიპოვეთ და ვიპოვეთ GTS-ი. ამის შემდეგ იქნება GTR-ი მოდელი. და და ერთმანეთს შევადარებთ. მაყურებელს თუ ეტყვი, საიდან მოხდა შენ ხელში ეს მანქანა, რატომ მოვიდა აქ? Mercedes-ი? ჩვენი ძმა არის. ამას კარგ დროში ვერ დაц, ანუ სრულიად ქარხნული მანქანაა. კატალიზატორები და ყველა ფრით და უნდა დადიოდეს 7-9-ში, 7-8-ში 100-200-ს დადის 8-8-ში. ადრე დემეტრეს მანქანებს მე ვეხმარებოდი დემეტრეს Mercedes-ების გაკეთებაში და ამ მოტორებს ყველას აქვს ტურბინის დამცლელი კლაპნების პრობლემა. და ამაზეც რომ მოვიდა ვერ დადის და რაღაცა რომ მითხრა, ნუ ეგრევე ეგ შევამოწოდა ჰაერს აპარებს. ეხლა დღესვე შევუკვეთეთ ბლოუ-ოფები. ჩამოვა სადღაც 10 დღეში დავაყენებ და გავმართავთ ამასაც და მე შემოგთავაზებთ ამ მანქანას როგორც ქარხნულ მანქანას ისე, იმიტომ რომ ეხლა ცოტა ნელი არის. მაიცა შენ აკეთებ ამ მანქანას? ხო რა მოხდა? შენ უნდა გააკეთო? რა მოხდა? რა მოხდა? Mercedes-ია რა. It's BMW. ხო და დავაყენებთ ბლოუ-ოფებს, რომ გაიმართოს მანქანა და მე გადავიღებთ ამ მანქანას. ეხლა რომ გადავიღოთ რა აზრი აქვს, ისე კარგად ვერ დადის როგორც ქარხნული და დადიოდეს, ოდნავ ნელი არის და ჩვენ გვინდა აჩქარება რომ გავაკეთოთ და კოჭლი მანქანით ვიაროთ, არ გვინდა. ჩვენ გვინდა გავმართოთ მანქანა და მე ვიაროთ. აი როგორი ობიექტურია სულავა. მე არ ვთქვა რომ რაღაც ნელია და ის მანქანა ჩქარია და ეს მანქანა ჩქარია. რეალურად ერთი წამით შენელებულია მანქანა, იმიტომ რომ ტურბინის დამცლელი კლაპნები ვერ იჭერს წნევას და წნევას აპარებს და ნუ ოდნავ ნელი არის. სტოკია ისე? კი, სტოკია სულ კატალიზატორები და ყველაფრით. ამიტომ ეხა ისევ ჩვენ ალპინას დაუბრუნდეთ. აგერ გადაიღე უკან როგორი ალპინა აწერია და B7. უკან მაყუჩიც გამონაბოლქვის სისტემა სხვა აქვს. სიბნელეში ვიღებთ, მაგრამ არა უშავს. გამონაბოლქვის სისტემა სხვა აქვს უკან მაყუჩები. უკინა რომ შეხედავ, აი პირდაპირ ხვდები რომ ეს ჩვეულებრივი მე-7 სერია არ არის. ჩვეულებრივი S65 არ არის. ვაფშე სხვანაირია. სპოილერი აქვს, საბარგულზე სპოილერი აქვს, შიტოკი სხვა აქვს, შუშაზე სპოილერი აქვს, დისკები ხო საოცრება აქვს, მაგრამ მიყვარს ეს დისკები. ამიტომ ეხლა დანარჩენი გავიაროთ და ვნახოთ საქმეში როგორი ბიჭი არის. აბა წავედით, ოპერატორო. დრაგი გვინდა, დრაგი. დრაგის მოწყობილობა წავიღოთ. სულ ოკითხულობთ რითი ზომავო, აგერ არის დრაგი, დრაგის მოწყობილობაა. ეს არის ხელსაწყო, რომლის მიხედვითაც ვზომავთ ჩვენ აჩქარებებს. ცალკე უნდა გადმოიწერო ამისვე პროგრამა App Store-დან ან Play Store-დან და ტელეფონში უყურებ ამის მიხედვით ყველაფერს. ეს უკავშირდება Sputnik-ს და ზომავს ყველაფერს და გვიგზავნის მერე ტელეფონში. და მაგითი ვზომავთ ამ ყველაფერს. გადმოვინაცვლებთ სალონში. არის რამოდენიმე ვერსია ალპინები, რომელსაც სალონიც სულ სხვა აქვს. ამ შემთხვევაში ამ მოდელს მარტო რული და სპიდომეტრი აქვს. ნუ ჩეკი გვინთია, ეხა ბაკის ვენტილაციის კლაპანია გაფუჭებული და მაგიტო გვინთია და მაგასაც ეხა ამ დღეებში მოვაგვარებთ. აგერ პრიბორზე, აგერ სხვა რიაქით ალპინა აწერია და ლურჯი ფერის არის, იმიტომ რომ ეხლა სიბნელე რო არის არ ჩანს, ისე გათშულზე აი თუ ჩანს ლურჯი ფერის პრიბორი არის და უფრო სხვანაირი არის. რული გვაქვს, რომელიც რო ვთქვი, რომ ძალიან არ მომწონს ესეთ მოდელზე ეს ჩვეულებრივი დუტი-პიცოტის კი არა და S60-ის ყველაზე ცუდი ვერსიის რული ფორმა იგივეა, მაგრამ აი პლუს მინუს რო აქვს, სიჩქარეც გადამრთველი აქვს და ერთ-ერთი აქ გვაქვს აი ალპინას ლოგო, რომელიც არის ეს ორიგინალი ალპინაში დამზადებული. ჭერი არის აგერ თუ ხედავთ ალკანტარათი შეკერილი, ლამაზად, ძაფები და მთელი ამები. ლამაზია, ეს ჩვეულებრივ მე-7 სერიას არა აქვს. აი ახაც აი როგორი შეკერილია ესენი. სულ სხვა მასალაა. არსებობს კიდე ისეთი მოდელები, რომელზეც აი აქ სიდენიაზე აქ ალპინას ლოგოები და მწვანე ლურჯი და ალპინას ფერებში სტროშკები აქვს და უფრო სხვა დასანახი არის, ვიდრე ჩვეულებრივი სიდენია. მანდაც ალბათ ის არის, ფულის მიხედვით არის, ნავროტკა არის, ოფცია არის, ალბათ უფრო მეტი ღირს ისეთი სალონით რა. მაგალითად E38 ალპინა
გამოდიოდა სულ მაქსიმალური კომპლექტაციით. არ იყო ეს ვიღაცა სიდენი არ ქონდეს და რაღაცა არ ქონდეს. ის იყო ყოველთვის მაქსიმალური კომპლექტაცია 38. ამ მოდელებში ეტყობა ცოტა სხვანაირად გააკეთეს. 38 ალპინა არის კატასტროფა, სასწაული. 6-დან 2-ია 12 ცილინდრიანი ეს სასწაულია. ის არის, რავი, ჩემი ოცნების მანქანა. რავი, რამენაირად რაღაცას ვიზავ და ერთ დღესაც ვიყიდი რა. ისე მომწონს ის მანქანა რა. ჯერ 38 ხო ვაფშე კატასტროფულად მომწონს და ალპინა 38 ვაფშე საოცრება არის. ამიტომ ეხა წავედით, ჩუქები გავთიშოთ. ჩავაგდოთ დეში და წავედით. გვიან რატო გამოვდივართ ხოლმე და გვიან რატო ვიღებთ ესეთ რაღაცებს. რუსთავში ფიზიკურად ვერ ჩავდივართ. დროის უქონლობის გამო სამსახურის გადამკიდე. გვიან იმიტომ გამოვდივართ, რომ ვიცით, რომ არ შეიძლება ესეთი რაღაცების აქ გზაზე გაკეთება, მაგრამ გვიან გადატვირთული მოძრაობა აღარ არის, ძალიან ცოტა მანქანები დადიან და უსაფრთხოების ფარგლებში ტესტავ ხოლმე მანქანას. და მაგიტო ვაკეთებთ ესეთ რამეს გვიან ვიცით არ შეიძლება, არავის არ მოგიწოდებთ ესეთ რაღაცების კეთებას. ჯობია რუსთავში წახვიდეთ და გააკეთოთ. ეხლა რაც შეეხება რუსთავის ტრექს, იქ ესე აჩქარებას 100 ორას და რაღაცებს ვერ გაზომო, იმიტომ რომ მოკლე მონაკვეთი არის და არ გეყოფათ მერე სატორმუზო და რაღაცეები. რაღაცა ის გზა გვინდა ცოტა დიდი გზა რო გაკეთდეს, დრაგის ცალკე გზა რო გაკეთდეს და ცოტა კილომეტრიანი მაინც რო იყოს, არავინ აღარ ივლის. არც ავტობანზე, არც არცად ყველა ივლის იმ ადგილას უსაფრთხოდ და არავინ არ დაზიანდება. მაინც ყოველთვის საშიშია ქალაქში და ავტობანზე ეგეთი რაღაცების გაკეთებას. არავის არ გირჩევთ და არავინ არ მომბაძოთ და არ გააკეთოთ იგივე რაღაცა. აქედან გვაქვს რეჟიმები. აი აქ ენთება, ესე არის ქარხნული ჩვეულებრივი რეჟიმი, ეს არის S რეჟიმი და აქ გვაქვს კიდე მანუალი რა, კაროვკის რეჟიმები აქ. აქ დავაჭერ მინუს, გადართო მეორეში, აქ პირველში, ამ სიჩქარეზე პირველში არ ჩაგვიგდებს. ძველი კაროვკა არის და ესე ახალი კაროვკები როგორც მუშაობს მაქსიმალურად და ყველანაირი მონაცემს რო გვაძლევს, ეგრე არ არის ძველი კაროვკები. მაინც თავის შუაზე მუშაობს ძველი 6 HP კაროვკები. ახალ 8 HP კაროვკაში ჩაწერ პროგრამას და გინდა მექანიკა ყოლია, გინდა ავტომატიკა, ისე მუშაობს, რომ ვერც გაიგებ რა კაროვკები აქვს. ეხლა ვნახოთ 500 ცხენს და 700 ნიუტონს რა შეუძლია. უი, რამდენი იბუქსავა შეხედე. უკან რამხელა ბოლი დატოვაჩი. რამდენი იბუქსავა, ბიჭო, ეს რა იყო საღო? მაგრამ პირველში დავაჭერე, მეორეში გადართო, მესამეში გადართო და მე მეოთხე მიაყოლა ეგრევე. საღო ალპინა. ეხა ადრე ესეთი მოდელით, არა ალპინათ, ჩვეულებრივი ქარხნული მოდელით, BMW-ს მოდელით, ნასიარულები მაქვს და ძალიან რბილი და კომფორტული არის და არაფერს არ გძნობს გზაზე, ისე დადიხარ, ვითომ ვაფშე იდეალური სწორი გზა არის. ამ შემთხვევაში ეხა რახან ალპინა არის, ყველაფერი სხვა აქვს, დისკები დიდი აქვს, დაკიდების სისტემაც წესით სხვა აქვს. ბევრად გრუბია და ბევრად ძნობიარე მანქანა არის, ჩვეულებრივ მე7 სერიასთან შედარებით. ეხლა აქ რო დავდივარ, გძნობ პატარ-პატარა ცუდ გზას და ჩვეულებრივ მოდელში ესეთ რაღაცას აქ ვერ გძნობ. ამიტომ მანდაც სხვაობა აქვს. გაზის პედლის რეაგირებაც სხვანაირი აქვს. ოდნავ პატარა დაჭერაზეც ეგრევე ხოძე არის. აჩქარებაშიც რა წავიდა, შეხედე ამ ხელა მანქანა. ისე კომპრესორიანი BMW როგორია? კომპრესორიანი კარგია. ტურბინიანი BMW-ები არ მიყვარს. ერთადერთი მიყვარს F90. დანარჩენი რავი, ვერ დაუჭირე მუღამი ტურბინიან BMW-ს. მე უფრო ატმოსფერულები მიყვარს. ესეთ ატმოსფერულია, მერე გაკომპრესორებული და კომპრესორი როგორი რაღაცა, იცი, ნელ-ნელა სულ თავიდან ძალა აქვს, ნელ-ნელა უმატებს, ხო ტურბო ხო არის, რომ რაღაც აბაროტს მერე იბუსტება და მერე გარბის და ეს ნელ-ნელა უმატებს წნევას რა. და ატმოსფერული ვით შეგრძნება აქვს. ეხა DTC-ის გამორთული გვაქვს მოცურების საწინააღმდეგო, რომ ბუქსაობს, გვიბლოკავს და ეგრე ვერ გავზომავთ.
იმიტომ რომ როცა დაბუქსავდება, გაზ გაგვითშავს და არასწორ მონაცემს მოგცემს და არასწორ დროში ივლის. ესე იგი, მე და გურა მივზივართ ახლა მანქანაში. მეც ასე თუ ისე წონა მაქვს, 85 კილო ვარ, გურამით ცოტა მეტი არის, 90-მდე არის. და ორი კაცით გავზომავთ როგორ ივლის და რა დროში აჩქარდება. 100-200 არ ვიცი, რამდენში ჩქარდება ეს მანქანა. 0-100 ვიცით, ციფრები რაც უწერია, 100-200 არ მომიძებნია. სადღაც იქნება რომ მოძებნო, რაღაცა იქნება, მაგრამ მე არ მომიძებნია. სურპრიზი მინდა იყოს, რომ გავივლი და გამიკვირდეს ამ ხელა მანქანას რა შეუძლია. ბენზინს რაც შეეხება, ძველი ბენზინი გვისხია და არ ვიცით რა ოქტანი არის ეხა ბაკში, იმიტომ რომ დიდი ხანი იდგა ეს მანქანა და კარგი ბენზინიც არ გვისხია. ნახოთ ამ ბენზინით რაც არის, რა შეუძლია მანქანას. მე წადი ჩაასხიო კითხვა ვიდეოს რო აქ არ არის, მე რა ბენზინსაც ვასხავ, აქ ახლო-მახლო არ არის, თბილისში და ჩავიდე და. ნახოთ, თუ რამე არ იქნება კარგი, მე ჩავიდეთ და ჩავასხათ. მაინც ეხლა რო ვაჭერ, კარგად მიდის. ან გადაცხრებია, ხო? კი. აი, ცუდად აგიდა და ოდნავ სველზე ვაჭერ და კვდება ბუქსაობით. აი, გადათხრილი არის ეს გზა. დიდი ხანი, ხო? კი, და ვაფშე არ იგრძნობა რომ რაღაცა ისე ძალიან ცუდი გზა არის. მაინც რბილად დადის, ასე თუ ისე ამ ხელა დისკებზე მაინც რბილი არის მანქანა, იმიტომ რომ მე-7 სერია მაინც სულ სხვა კლასი არის. ეგე ამას ხიდი როგორია? თავიდან დაბლოკა და მერე გათიშა. თუ დააფიქსირე, ოდნავ გვერდულად წავედი და მერე ცალმა დაიწყო ბუქსაობა და გაგვასწორა. თორე ამ რო არ გაითიშა, ამოვიდოდი ამას თვლიანად. ანუ ღია ხიდი აქვს. კი, ღია ხიდი აქვს სამწუხაროდ. არ და ესეთ მოდელს ესეთ ბლოკირებული ხიდი რო ქონდეს, უკეთესი იქნებოდა. თავიდან კარგად დაბლოკა და მერე გავისწორა მანქანა. დრაგი, connect. გაალურჯა, უკავშირდება. სატელიტიდან მიიღებს ახლა ინფორმაციას. პეჩი გვაქვს ჩართული და დამცხა. ესე იგი 708 DA გვაქვს, ვინც ერკვევა. ასე თუ ისე ცუდი არ არის, მაინც ცოტა მაღალია, მინუსი უფრო კარგია. ეს DA რაც უფრო დაბალია, უფრო მაგრად დადის მანქანა. შეიძლება ერთი და იგივე მანქანა, ერთი და იგივე მონაცემებით, ერთ დღეს კონდეს დაბალი DA და ბევრად მაგრა იარო, მეორე დღეს იგივე მანქანა მაღალი DA იყოს, ანუ ამინდი იყოს სხვა და მაგალითად ერთი წამით ნელა იაროს რა. ამიტომ ეს DA-ის ყურადღება აქვს მისაქცევი. გადავიყვანოთ S-ში კარობკა. ცოტა ჩამორჩეთ. წინგზა თავისუფალი გვაქვს. წავედით. მეორეში იბუქსავა. ავჩქარდით. კარგად მიდის, ხო იცი? ესე იგი 1308 იყო 100-200. ცოტა აღმართზეც მივდიოდით. პირველი ესეთი დაჭერა იყო, პირველი გაზომვა იყო, ყოველთვის მეორე, მესამე, მეოთხე დაჭერაზე უფრო და უფრო კარგად მიდის. აი 800-ს თუ უყურეთ, კი ნახავდით, მე დავიწყეთ 13 და რაღაციდან და 11 და რაღაცაზე ჩამოვედით. თან ახლა ბენზინიც კი ბატონო, გეთანხმებით რომ უნდა ჩავასხა, მაგრამ აქ წეროვანში მე რასაც ხმარობ, ის ბენზინი არ არის. მაგის გამო უნდა ჩავიდეთ თბილისში. ეხლა გავჩერდეთ და 0-100-იც გავზომოთ. იმედია საბურავი ხოლმე შეგვიწყობს და არ ვიბუქსავთ ბევრს. DSC რო ჩავრთო, ეგ უფრო გამაჩერებს, იმიტომ რომ ბუქსაობას რო დაიწყებს, გაზ გამითიშავს და კარგად ვერ ავჩქარდები და მინდა ისევ მე ვარეგულირო ფეხით და არა თვითონ არეგულიროს მანქანა. კარგად წავიდა, არ ვიბუქსავეთ. 5-7 იყო 0-100.
ტორმუზიც ძალიან კარგი აქვს. მომწონს ტორმუზი. ეს 400 მეტრი მანამდე უკვე გაზ გაუშვიდა, მაგიტო იყო ეს დრო, თორე 13 და 5 იყო, ეხა 400 მეტრი. ისე უწერია 12 და 8. მანამდე გაუშვი გაზფეხი და მაგიტო დაწერა. წინ მანქანა იყო და მაგიტო არ გავზომე 400 მეტრი. მაგასაც გავზომავთ, ესე იგი 5-7 იყო 0-100. ეს ვინმეს რო ჩეკის ან რაღაც ხმარი გონოს ბენზინი. ბენზინი მაგვინდო, ბენზინი ცოტა გვაქვს და წინა საუკუნის ბენზინი გვაქვს. მოდი აგერ ეხა კიდე 100-200 გავზომოთ, წინ გზა გვაქვს. აბა. წავედით. ეს მანქანა გათვლილია სუპერზე, მაგრამ სუპერი არასხია, იმიტომ რომ დიდი ხანია მანქანა დგას და ოქტანობა კარგი არ აქვს. ეს რა ქნა როლანდო? აი, ეხლა აგერ აი 100-200 გავიარეთ 12 და 7-ში. დიდი ხორბა უძა. კი, წეგან იყო 13 და რაღაცა და ეხლა იყო 12 და 7. ახოთ 1-2 კიდე დავაჭიროთ. და ბენზინი რო ჩაასხა სუპერი, ალბათ ბენზინი რო ჩავასხა სუპერი, კი ბატონო, წესით ჩამოვა. შენც რო გადახვიდე კი? არა, ეს 65-ვით ვერ დადის. ეს 65-ვით ვერ დადის. არა და ის დაბალცხრაში. კი, ვიდეოები რო იდო, რაღაცა M5-თან ერთად დადის, მაღალ ჩქარეზე ეს ასწრებს რაღაცა ვიდეოები იდო, მაგრამ 12-დან 7-დან 9 წამზე და 8 წამზე ვერ ჩამოვა. შანსი არ არის. ისე თუ ნასტროი იქნება და კეთდება ეს მანქანა. ყველა ვარიანტი გაკეთდება, რა თქმა უნდა. უფრო მეტი წნევა და ჩქარი დიდი მანქანა გყავს. 12 და 7 ორი კაცით, ცუდი საწვავით. და დიდი ხანია დგას მანქანა. დიდი ხანია დგას, კი ბატონო. ეხა წეროვანში ვართ, ერთი კალონკა არის აქ და რა კალონკაც არის, იმაში ვასხავთ საწვავს იმ კალონკაზე. უბრალოდ ამათ სუპერი არ აქვს და ნუ საწვავიც არ გვაქვს, ძველი საწვავი გვაქვს. უნდა ჩავასხავთ პრემიუმს. გავაახლებთ მაინც, ხო? გავაახლებთ მაინც და ჩავასხავთ პრემიუმს. ეს მანქანა წეგან კი ვთქვი, გათვლილია სუპერზე და მაქსიმალური მონაცემი აქვს სუპერზე. რაც შეეხება ამ მანქანის წონას, 2 ტონა და 100 არის. ძალიან მძიმე მანქანა არის. 21-იანი დისკები აქვს და წონასთან დაკავშირებით და მიმართებაში მართლა კარგად დადის. კაი მონაცემი აქვს ამ ხელა წონის მანქანას. ტორმუზებზე რო ვთქვი, წეგან რო დავატორმუზე და გამიკვირდა, კაი ტორმუზი აქვს მეთქი, 374 მმ-იანი დისკები აქვს წინ, აპორნი და უკან აქვს 370 მმ-იანი, ანუ შედარებით ბევრად დიდი ტორმუზის სისტემა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი მე-7 სერიას რა, ანუ ეგეც გაუმჯობესებული არის. რო უყურებ ვითომ ჩვეულებრივი S65-ია, მაგრამ ვერ მოგართვის, სულ სხვა არის. ელემენტარული ის ინტერკულერი რაც გაჩვენეთ, იქ არ ჩანს რა. აი უზარმაზარი დიდი რადიატორი არის რა. ძალიან დიდი წონის რადიატორია და მაგ ხელა რა თუ დააყენეს, ნუ ალბათ იმიტომ რომ ხო, საჭიროა გაგრილების მხრივ. 700 ნიუტონით 700 ნიუტონი, 700 ნიუტონი, კაი, რო დააჭერ სულ ბუქსავთ. პირველი, მეორე, წეღა რო დავაჭირე, სულ ბუქსავთ. ეხა ჩავასხავთ აქაურ საწვავს, რაც არის პრემიუმი და ნახოთ წესით უკეთესი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს საწვავი რაც ასხია, ძველი საწვავი არის, რავი, ჩემთან ეს მანქანა ეყენა თვეობით, მანამდეც ეყენა და ოქტანობა დაკარგული ექნებოდა იმ საწვავს. ჩავასხით საწვავი პრემიუმი. იმიტომ რომ სუპერი არ არის. ეფექტი აქვს მაგარი. ხმაც ნორმალური აქვს. ეხა იტყვიან რომ პლეიდის აჩქარება ვერაფერი ვერ იგზენიო და 12 წამიანი მანქანა გიკვირსო, ხო? სხვა თემაა ვაფშე. აი ის კი ბევრად ჩქარია, ბევრად მაგარი მანქანაა პლეიდზე ვიძახი რა, მაგრამ ეფექტი, არაფრის ეფექტი არ აქვს რა. ემოცია არ აქვს, იმიტომ რომ არაფრის ხმა არ არის, რაღაც უცებ ჩქარა მიდიხარ და ის სიჩქარეც, რავი, არ არის რა, აი ყველაფერს თავისი მუღამი აქვს რა.
გრუშტელის ხმა, გამონაბოლქვის ხმას, ძრავის ხმას, კაროკის გადართვების ხმას, ყველაფერი ერთად გაძლევს იმ რაღაცა ემოციას და ის არაფერი არ არის. ჩქარი ტროლეიბუსია რა. წეგან ჭავჭანა შეხვდა და სულავა ტესლაზე როგორ დასვით ჩემი კაიო. ეგ ვიცი როგორი პონტიაო? ვეგეტარიანელს რო ხორცი აჭამოო. მართალია. მართალია. მაგრამ მე მაინც სხვა მუღამი მქონდა იმ მანქანის რომ რაღაცა განსაკუთრებულს ველოდებოდი. მან კიდე ახლა ჩემი დიდი მინუსი ის არის რომ ეგ დრაგის პერიოდი იყო და F90 M5-ით დავდიოდი ბოლო 10 დღე, ტესტავდით, ჩქარდებოდით, 1000 რაღაცას ვანასტროიკებდით და იმ მანქანაზე მიჩვეული, ისიც ძალიან ჩქარი მანქანაა და იმ მანქანაზე მიჩვეული უკვე ის სიჩქარე გატρუხებული მქონდა და დიდი ეფექტი ვერ გააკეთა. მაგ მანქანამ და მაგიტომ მოხდა ეგეთი რაღაცა. ეხლა მე რო ერთი კვირა სხვა ნელი მანქანით ვიარ და მე პლეიზე დავждე, ყველა ვარიანტში დიდი აჩქარება იქნება და მაგას მე ვიგრძნობ. ამ იმ შემთხვევაში M5-იც თითქმის იგივენაირად დადიოდა და მაგიტო იყო რომ განსაკუთრებული ვერაფერი ვერ ვიგრძნობ. არ ვიცი რა გითხრა, ძალიან ბევრი მხდება მსგავსი ძღოლები რომ ესე ინიციატორი აქ ვარები ჩართული ხა? Daylight-ი აქვს ჩართული და ხო. ხო, ჩართული და მაგიტო. გადავიყვანოთ კომფორტ რეჟიმში, ადგილი გზა არ გვაქვს, გადატვირთული მოძრაობა, ამიტომ წნარად შვიდად გავიაროთ, გამოვიაროთ. ცადოთ 1.0-100-ის გაზომვა ისევ. წეღან, ეხლა მე რას დავაფიქსირე, ეხლა გაჩერებული ტორმუს გაზზე რომ მიჭირავს, აი ეხლა ბოლომდე მიჭირავს გაზი და აბაროტის მომატების ხო, უფლებას არ მაძლევს. ცოტა მაღალი აბაროტიდან რომ დაიძრას, წესით უკეთესად ივლის. ამიტომ ეხლა აბა მანუალზე გადავიყვანოთ, ჩავაგდოთ პირველში და ესე ვნახოთ. აი არც ესე. არც თავს იცავს მაინც რა. ოქრო შუალედი უნდა ვიპოვოთ სტარტის, რომ ცოტა მაღალი აბორტიდან დავძრათ, რომ კარგად წავიდეს. მე მგონი კარგად წავედით. ტორმუზი მართლაც მაგარი ტორმუზი აქვს ამ წონის მანქანისთვის. 0-100 ქონდა 5-7, 400 მეტრი 13-6, 100-200 13-8 რა ბენზინი ჩაგვიწყეში. რა ვიცი ახლა 12 ჩუჩი ხო ვიარე. ხო და ეხლა უნდა იყო? 13-8 იყო ეხლა. ისა რა ქვია, სპონტანური ანტიპია. ეს რა იყო? თან წეგა რომელი საუკუნის ბენზინი გვესხა და რა ვიცი. არ ვიცი. იქიდან უკეთესი. გავსინჯოთ კიდე, რა ვიცი, მაინც არ ვთქვათ ცუდი. 400 მეტრი 13-6, 0-100 5-7. წეგანაც 5-7-ში ვიარეთ, ხო? ხო. 0-200 ქონდა 19-6. ანუ ეხა 200-მდე ავჩქარდი ძალიან გაუშვი. რავი, აგერით დაფიქსირებული აქ და. როგორი გაუშვა რა? არ ვიცი. 201 ავჩქარდით, აი. დაფიქსირებული არის აქ. 13-6 არა და 12-8 უწერია. მეუხედები. ხო. ნუ ვიბუქსავეთ. ეხა არ ვიბუქსავეთ, უბრალოდ ამის სტარტი არ მომწონს, ცოტა აბაროტი მეტი მინდა, რომ მეტი აბაროტიდან დაიძრას და არ მიშვებს, რომ ცოტა მაღალიდან დავძრა. თავარი ეხა სიარული წეგან კი ვთქვი, მაგრამ უფრო ეხა რაც უფრო მეტჯერ დავდივარ, უფრო გძნობ იმ ემოციას, რასაც ეს მანქანა იძლევა სიარულის დროს. ხო, დიდი დისკები აქვს, ხო, წვრილი საბურავები აქვს, მაინც მაგრად კომფორტულად დადის გზაზე, სასიამოვნო სატარებელია. დიდად არ ვარ ამ მოდელის მოყვარული, კიდე ერთხელ ვიძახი, მაგრამ მაინც მაგარი სასიამოვნო სატარებელი. აი ეს ეფექტი მე ვაცებ, რომ ჩააჭერ, გადაიტან სიჩქარეში და ეს რომ მიგაკრავს რა. სასიამოვნო აჩქარება აქვს. რა ვიცი, მომწონს. ჩემი აზრით ამ ხელა მანქანიდან არ უნდა მოითხოვო, რომ 11 წამში და 10 წამში იაროს რა. 2 ტონა და 100 არის ბოლო-ბოლო. და წვავანებ.
წლოვანება 2006-იანი რომელი მანქანა დადის ამ დროში 2006-იანი რომელი დადის 2006-იანი ბევრი დადის 2006-იანი რა არის 79-ის M5 რა დროში დადის არის 2006-იანი 2002-ში ბოდიში მე 96-ში არისო 2006 ბოდიში 96 უცებ 2006-ში ეს 65-ია ბოდიში უცებ 96-დან დავიწყე სირცხვილი თუი ამერია ბიჭო მაყურებლები კითხულობენ ფუმფულა როგორ არისო ფუმფულა როდის გიკითხეს არ წამიკითხია მე მკითხეს ფუმფულა კარგად არის და რა იცია რომ ფეხით კივა იციან თქვა თქვი სადღაც არ მახსოვს ფუმფულა კარგად არის დაიწყო უკვე ფეხის დადგმა მოიხოდა დარბიც ხოლმე გიჟივით როგორი ცუდი გზაა და მაინც ამხელა დისკებზე და ამხელა სიმძიმის მანქანა ვაფშე არ იგზნობა რომ ესე რაღაცა ცუდ დანგრეულ გზაზე გადადიხარ რა ეგე ზანოს ამხელა მანქანა რომ ამხელა ზანოში დგას მაგარი სანახავი თავიდან პატარაზე ბლოკავს ხიდი და მე ეთიშება რა. რა მაგარია დიდი მანქანით რომ მიდიხარ გვერდულად. რავი, სულ მგონია დორნიკი უნდა ჩავრთო ხოლმე და რაღაცა სხვა რაღაცას ვაკეთებ. მაგრა არ ვითახობი BMW-ს მაგაში. It's BMW. Small. BMW. Alpina. მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოდელი არა Alpina, ბევრად რბილი და ბევრად კომფორტულია. რა თავარია მანქანას გავლილი აქვს 199,500 კილომეტრი. ეგ არ დაგვიფიქსირებია. რამდენია გავლილი და მანქანა დადის ხოძეა. და დავსდევთ რაღაცა იმ დროს. ეს რო ახალი იყოს. და ის კონდეს გავლილი 20 და 30,000 და 50,000. ხო უფრო მაგარი იქნებოდა. აბა ეხა გავზომოთ ისევ 100-200. წავედით. თორმეტი და 1. ხო თქვი ჩამოვა 12-ზე მეთქი. ეს კიდე ჩამოვა. ცლად ცუდი ბენზინი არ ყოფილა. წეღა რომ გავანადგურეთ. ეგეთიც არის. 12 და 1. შენი სიმსოტი რა დროში დადიოდა? ბიტურბო? ხო. ბიჭო, ხო 12 ნახევარში. ანუ გაგასტარით, ხედავ? ორი კაცი ხედავ? გურამს რო ყავდა 4 და 4 ბიტურბო. F01, ეგე? 150-ს. უფრო ჩქარია, ხედავთ ეს ძველი მანქანა. ხო, აი ეხა 50-ს ნაკლები მქონდა და 50 ნიუტონით ნაკლები. წონა? და 8 HP. წონა? 2000 კილო ზუსტად. მერე? ამის კარობკა? ხო, ანუ ბევრად ნელი არის. მაგრა გამასწრებდა ეს. ბევრად ნელი არის. არა, 12 და 1-ში მაგავდი მეც. შენ გაკ როგორ იცი 12 და 1-ში 1000-დან 1-ს რო გაივლი. ხო და ეს ვერ ხედავ აგე რა. ერთავ ძივარ ძმაო და ელყოდი ხა რაღაცას მაგარ გადაობას მაგრამ რაღაცა ჩავასხი და იმით გავიარე 12-ში არ შეუძლია მესამეს ჩამიგდო რა ჩაკეთე ბუქსაობს ცოტა დაბლოკავს მეთქი რა არქანა ცალი ბუქსაობს არა აქვს ბლოკირებული ხიდი და რა ვქნათ. წეროვანში შუქები ჩაქრა.
გავზომოთ 0-100. იმიტომ რომ 5 და 1 უწერია. და ჩვენ 5 და 7-ში დავდივართ გურამთან ერთად. მაინც იმდენ ნიუტონი აქვს წესით დიდი სხვაობა არ უნდა კონდეს აჩქარებაში. ერთი მე რასაც უყურებთ კაი აბოროტიდან ვერ ვძრავ რა. თვითონ ბლოკავს. აი ამაზე მეც არ მიშვებს. აი გვიან მიდის რა. პაუზა აქვს და მე ჩქარდება რა. 6-2 იყო ეხა იმიტომ რომ ძალიან დიდი ჩავარდნა გქონდა და გაგვაჩერა. ცოტა მეტი ბრუნი რომ მოგცეს სტარტის დროს ბევრად კარგად აჩქარდება. ეხა გავსინჯოთ გაგრილებულია 0-100 გავსინჯოთ 100-200-იც დიღომში ანათებასთან დგევა 328 ყავს ეს და აქვს ყველას გავარწარი და იმენა და რაღაცა და შალიკა სულავა იყო იმით რა ქვია ინტერნეტი მოსული მართალია გავარწარი და მე მეორედაც გაკიდა სულავა მე ის ყავდა აი მეორე დღეს გაყიდო ის ყავდა არა მეორე დღეს არ გავყიდე მაგრამ მალე გავყიდე იმიტომ რომ მე გავასწარი 328-ო ბიჭო მაშინ მე მეორე M3 ვიყიდე ეგ იყო 328 შალიკამ რო გამასწრო ჩემი იყო 286 ცხენიძალიანი 3 და 0 ევროპული ძრავი 36 ახალი აწყობილი მქონდა მატორი აფკატკაზე დავდიოდი და ბათუმში მივდიოდი და ერთი 800 კილომეტრი მქონდა გავლილი შალიკა გამეჩნდა ვაჟაზე და წამო დავდგეთო და ვაჟაზე ნუ სულ მოკლე მონაკვეთები იყო და M3 წესით ყოველთვის მაღალ ჩქარეზე მიდიოდა თავიდან ისეთი ჩქარი არ იყო კი არ ვიმართლებ თავს მაგრამ შალიკასაც მაგარი მანქანა ყავდა მაგრა დადიოდა მე ვიჩალჭე კი იძახის დროსელი რაღაცები კოლექტორი რაღაცები გადავუკეთეთ და ვაჟაზე იქ რაიც იყო შუქრიშამდე კაროჩე გამასწრო და მე გავცვალე. მაგ გეტყვი საიდან მოდის ეგ ისტორია. მე ვიყიდე ის 3 და 2 ევროპული 321 ცხენიძალიანი და ეგ მანქანა უნდა გამიყიდა. კაი ხანი ვყიდი და ვერ გავყიდე და გავცვალე E38-ში. რო ვიძახი გახსოვს? E38-ში გავცვალე მე ეგ მანქანა და იმის მერე შემიყვარდა E38. მე ის E38 ცოტა ხანი ვიარე და მე ის მანქანაც გავყიდეთ და იმის მერე შემიყვარდა E38. 740 იყო? 740 იყო, ევროპული იყო, 96-იანი იყო. შავი ფერის და მაგარი მანქანა იყო. იმის მერე მიყვარს E38. და სულ მინდოდა E38 მყოლოდა და კი მყავს. ეხა გავსინჯოთ 0-100. ლუკა ცოტა ხანი მაცადე ჩემო ძმაო. ვაი მე რა ამბავია შეხედე. სტორი დავდე იმის Mercedes-ი რო არის ჩემთან საცობში და საცობში კი არა და სახელოსნოში და შეტყობინებები მოდის და რა იყო Mercedes-ი მანქანა არ არის კაცო მე მომწონს Mercedes-ი მომწონს 140 კუზაო და მომწონს 126-ის კუპე რა ის არის არ ვიცი C როგორ არის 560 SEC რო აწერია ეგ მოდელი მომწონს აუცილებლად ვიყიდი ერთ დღეს ეხა გავზომოთ 0 სპორტში ჩავაგდეთ გავზომოთ 0-100 მანქანები წავიდნენ ვაი მე ტელეფონი გავტეხი. კი ნაღამ. ეხა ასე თუ ისე კარგად დაიძრა ის პაუზა იმხელა არ ქონდა. ისევ 5-7. სტაბილურად დადის 5-7-ში 0-100. ორი კაცით. ჩაქრა შუქები 100-200 13-6 რა იყო გაჩერებულიდან 100-200 არ მოწონს 400 მეტრი ისევ 13-5 0-100 5-7 ნუ სტაბილურად დადის 0-100 სულ ერთი და იგივე დროში დადის 5-7-4 არის ეხლაც 0-200 19-3 100-200 13-6 გაჩერებულიდან 100-200 არ მოწონს გაგურებულზე 12 და 1-ში დადის აშკარად ვიღაცა შუქებს გვინდებს გაგვატარეო მოდი ვერ გაგვასწრო რატო ჩაქრა შუქები
რამდენი გაჩერებულიდან წავედით 100-200, იმდენი 13 და რაღაცაში 13-6-ში წავიდა და გაგორებულზე? ო და ინერციაც არის და. გაგორებულზე უკვე მიგორავდა მირბის. ან მეორე ვარიანტი პირველი და რო აჭერ ცხელდება მაინც ასე თუ ისე და ისე გაგორებულზე გაგრილებული მიდიხარ რა. სავარაუდოდ ეგ მიზეზი არის. რომ წამნახევარი სხვაობა არ უნდა კონდეს. ესე იგი იმის მიუხედავად რომ უყენია კილომეტრიანი რადიატორი გაგრილების მაინც ცხელდება. ეხა ყველაზე მთავარი გამახსენდა, ეხა მე და გურამი რაღაცებს საუბრობდით, რომ რატო ვერი არა უფრო დაბალში რაღაცა. კი ივლის სუპერსო ჩავასხავ და ცოტა მოიხოდებენ, თო დიდი ხანია დგას და ეხლა გამახსენდა, რომ საბარგული სავსეა. რა დაგავიწყდა. საბარგული სავსეა. აკუმულატორი რამდენი კილო იქნება 20? აკუმულატორი ეს ზამოკები რა სხვა მანქანის რაღაცეები არის ცეცხლმაქრი დანგრატი ბევრი რაღაცა არის რაც წონა გვაქვს ამიტომ ჩავთვალეთ რომ ვიარეთ დამატებით 2 კაცით რა რა ძმა უეჭვე ზიმია ნოდა 1.50 კილო ისევ საბარგულში კიდე გვედოდა ეგეც რაღაცა შვება რა გასაზომია უეჭველი თავიდან უნდა გავზომოთ აუცილებლად სუპერი თოღონთ დღეს იყო პირველი გავლა ამ მანქანის სადღაც 1 წელია დგას და BMW-ს დგომა არ უყვარს. რო დგას BMW და მე გამოდიხარ, მაინც ხოძე არ არის და ყოველთვის ჭირდება ცოტა მაღალ აბოროტებზე სიარული, გამოფხიზლება რომ მე უფრო კარგად იაროს და დიდი პოტენციალი აქვს ამ მანქანას. ამიტომ დიდი პლუსი ჩემგან ამ მანქანას. არ მიყვარს მე7 სერია, მაგრამ ეს მომეწონა ძალიან. ო, ამას ვიძახე, აბა მე7 სერიას E38-ს ყელს გამოვჭრი ვიღაცას რაღაცა რომ მას ქუჩასავით ვარ, სტოძო, მე E38 მიყვარს სერიოზულად. ამიტომ დიდი მოწონება ჩემგან ამ მოდელს, კერძოდ B7-ის ალპინას მოდელს. ბრავო. გვიწევს ესე Toyota ხო ყოველთვის იდეალურია, ხო? Toyota ყველგან ხო უნდა იყოს, მშველელია რა. Toyota გვინათებს ჩაბნელებულ წეროვანს. Toyota რო არ იყოს, შუქიც არ იქნებოდა. ერთი მე მაგ Toyota-ზე თუ გადავიღოთ ერთი ვიდეო, იმენა ბაზარი არა. უკვდავი მანქანა, აი ეგ მაგაზე, მე სასწაული ვიდეო და გადავიღოთ რა. 2008 წელს გამოვიყვანეთ ცენტრიდან დედაჩემისთვის. რა ვიცი, რას არ უშვებით მაგ მანქანას იმენა, რას არ უშვებით და აი დგას და ანათებს. დეტალურებში სხვა ვიდეოში. Toyota-ს ვიდეოში. ავტობანზე რო ტესტავდით, შუქი ჩაქრა, ყველგან ჩაქრა, წეროვანში ყველგან ჩამქრალია შუქი, გვინდოდა აქ ჩვენი ტერიტორიაზე, ჩემ ტერიტორიაზე გადაგვეღო განათებულში ლამაზი კადრები, მაგრამ შუქი არ გათშული. მე კიდე შემოგთავაზებთ ამ მანქანას დღის სინათლეზე. კარგად ზანდებოდეთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ რა მანქანას ისურვებდით. ამ ვიდეოს შემდეგი ვიდეო იქნება Mercedes-ის GTS-ის გატესტვა. ჩამოასწრებს, გავაკეთებთ, ცოტა წნევა ეპარება და მაგიტო არ გვინდა რომ გავზომოთ 100-200 რაღაც რომ გავზომოთ, ცუდ დროში რომ იაროს, არ მინდა მე იტყვიან Mercedes-ი არ უყვარს და გააბანძა და ცუდ დროში იარდა მთელი ამბები. მინდა მაქსიმალურად გავასწოროთ მანქანა, რომ სწორად ქარხულ მონაცემებში იაროს. კარგად ზანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.